ახლა უყურებთ გლდანის დიდ ტბას. ეს ტბა არის სოფელ გლდანთან და ლისის მერე სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ბუნებრივი წარმოშობის, ანუ ბუნებრივი რესურსია. თუმცა უცნაური ის არის, რომ ამ ტბის ფსკერი არის წლებია გასხვისებული კერძო მესაკუთრეზე, როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწა. თვითონ წყალი კი ეკუთვნის სახელმწიფოს. გლდანის ტბის ისტორია არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ არის გარემოს დაცვითი საკითხები მორგებული კერძო ბიზნეს ინტერესებს და მეორე მხრივ ეს არის დასტური, როგორ ანადგურებს ურბანული განაშენიანება, თუნდაც გზების მშენებლობა ასეთ ადგილებს. გაყიდული კერძო საკუთრებად. მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს მთელი საქართველოს მასშტაბით. და ეს ტბა არის ასევე ძალიან კარგი მაგალითი, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურობა და ბრძოლა საკუთარი საცხოვრებელი სივრცეების დასაცავად. ამ ვიდეოში გლდანის დიდი ტბის ისტორიის მაგალითზე მინდა მოგიყვეთ, როგორი ზიანი შეიძლება მიაყენოს სახელმწიფოს ერთმა უკანონო გადაწყვეტილებამ გარემოს და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა და აქვს ასევე სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების მიმართ. ესე გამოიყურებოდა გლდანის დიდი ტბა რამდენიმე წლის წინ. დაჭაობებული და ფაქტობრივად განახევრებული იყო. ანტისანიტარია და სუნი გლდანის ბოლო მიკრორაიონებამდე აღწევდა. ძაღლთან ერთად ამოვდიოდი აქ და მომენტში ვიპოვეთ მკვდარი თევზი. მერე უკვე რო დაიწყო ტბა, თანდათან ამოვდივარ და პატარებდება. ნუ ამჩნევ ხო ყოველ დღე რო ამოდიხარ. მერე უკვე მასიურად მოედო მკვდარი თევზი ნაპირებს. 2023 წელს შეიქმნა ადგილობრივი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი. გამართეს რამდენიმე საპროტესტო აქცია, ასევე სახელმწიფო უწყებებს მიმართავდნენ განცხადებებით და სთხოვდნენ, რომ გამოეკულიათ ტბის დაშრობის მიზეზები. იქამდე ტბას, გარდა ბუნებრივი ნალექებისა, კვებავდა რამდენიმე მილიდან წამოსული წყალი, მათ შორის ჟინვალის წყალსაცავიდან. დაახლოებით 2020 წელს აღმოაჩინეს, რომ ეს მილები არის გაურკვეველ ვითარებაში მოსჭრილი, ანუ წყალი აღარ შედიოდა ფიზიკურად ტბაში და მოსახლეობამ ეს ყველაფერი გარშემო არსებულ ურბანულ განაშენიანებას დაუკავშირა. სწორედ აი ამ ბიუროკრატიაში და პასუხების ძიებაში, რატო შრებოდა გლდანის ტბა, მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ თურმე ფსკერი არის გაყიდული უკვე წლებია კერძო ბიზნესმენზე. ბუნებრივი ტბის, ისეთი როგორიც არის მაგალითად გლდანის ტბა, კუს ტბა, ლისის ტბა, აი ესეთი ტბების, ანუ ბუნებრივი რესურსების გაყიდვა კანონით არის დაუშვებელი. რანაირად აღმოჩნდა გლდანის ტბის ფსკერი კერძო პირის ხელში. აი რა მოხდა ამ შემთხვევაში. მოკლედ 2007 წლამდე სოფელი გლდანი და მთლიანად ეს გლდანის დასახლება ეკუთვნოდა მცხეთას. იქამდე ზუსტად 1 წლით ადრე მცხეთის გამგეობაში იქმნება სპეციალური კომისია და გამოსცემენ დოკუმენტს. სადაც წერია ეგეთი რაღაც, რომ წლების წინ გლდანის ტბის ფსკერი გაიჯარებულია კერძო მესაკუთრეზე. კომისიის წევრები აი ამ მეიჯარესთან ერთად მიდიან ადგილის დასათვალიერებლად, სადაც ეს მეიჯარე მათ ეუბნება, რომ ადრე იყო ეს სახნავ-სათესი მიწა, ანუ სასოფლო-სამეურნეო მიწა არისო და რეალურად ეს ტბა, ანუ გლდანის დიდი ტბა არისო ხელოვნურად შექმნილი. მოკლედ იმისთვის, რომ ფსკერი მარტივად გაყიდულიყო, გლდანის გამგეობამ დაადგინა, რომ ეს არის რეალურად ხელოვნურად წარმოშობილი ტბორი, რისი გაყიდვაც კანონით დაშვებულია. ანუ მაგ არის დაშვებული შეცდომა მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ და ქალაქში შევიდა როგორც ტბა. არ შეცვლა როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგული. მოკლედ აი ასე 2004 წელს დაწყებული პროცესებით 28 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო სტატუსით გაიყიდა გია აბუაშვილზე უკვე 2006 წელს. მაგრამ მალევე 2008 წელს ეს გია აბუაშვილი დაახლოებით 6000 ლარად იგივე მიწას, ანუ აი ამ 28 ჰექტარს მიყიდის კერძო ბიზნესმენს, ეს არის ნატალია კვანტალიანი. ნატალია კვანტალიანი გარდა აი ამ ფსკერისა, ასევე ყიდულობს გარშემო გარკვეულ ტერიტორიებს ეს წყალდაცვით ზონაში. 2010 წელს ნატალია კვანტალიანმა სახელმწიფოს მოსთხოვა აი ამ ფსკერის ორ ნაწილად დაყოფა და შემდეგ უკვე ორჯერ თავის შვილს გადაუფორმა ფსკერის ნახევარი. ნახევარი კი ცოტა მოგვიანებით უკვე გადააფორმა კომპანია ჯანოზე, ეს არის უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ასევე ნატალია კვანტალიანის ოჯახს ეკუთვნის. ეს ჯანოც ჩემი კომპანია, ჩემი დედის კომპანია, კარაში კი არ არის. უბრალოდ სახელმწიფოსთან ანგარიშწორება მეტად სწორად და
კარგად დავაგებულია ამ შემთხვევაში. სახელმწიფო გვეუბნებოდა, ეს არის კერძო საკუთრება, მესაკუთრე გვეუბნებოდა, რომ ეს კაცო ჩემი მიწა აქ და არა წყალი და ამ ტბას ახლა ადექით და თქვენ მიხედეთ, იმიტომ რომ სახელმწიფო საკუთრება. და სანამ კერძო მესაკუთრის ამბებს გავაგრძელებ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი ჩენელი, თუ ტელევიზიით უყურებთ ხოლმე ამ ეპიზოდებს, მოცემულია QR კოდი და შეგიძლიათ დაასკანეროთ და ასე გამოიწეროთ მარტივად. დღეს, როდესაც დამოუკიდებელი მედიები ფაქტობრივად გადარჩენის რეჟიმში ვართ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო არის თქვენი მხარდაჭერა. და დაუბრუნდეთ ისევ გლდანის ტბის ამბავს. მოკლედ 2008 წელს ნატალია კვანტალიანი აი ამ წყალდაცვით ზონაში, ანუ ტბის გარშემო, რომელი ტერიტორიებიც მისი იყო, იწყებს გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აქ ქონდა მართულხლართები და ეს მართულხლართებით ვერ აკავებდა მოკლედ მოსახლეობას. ბეტონის ღობე გააკეთა, ასე ვთქვათ. თუმცა მაინც გეტყვით, რომ მაინც გადადიან მოსახლეობა და შედიან იმ ტერიტორიაზე. ტბის ერთ მხარეს იწყებს ვილების მშენებლობას, მეორე მხარეს კი შედარებით სარეკრეაციო ზონა დაწყობს, იქაურობას დღემდე არის შემორჩენილი აქ ბუნგალოები, იყო ასევე კაფე და ასევე მოქმედი არის საცურაო აუზი. მოკლედ 2 წელიწადში აი ამ პროექტს წყვეტს, იმიტომ რომ ვერ ასრულებს ბოლომდე. ეს ქალბატონი ამბობდა, რომ ეს ტბა არის ხელოვნური, აქ იყო ნაგავსაყრელი, იყო სტადიონი, რაზეც აი მართლა ძალიან დიდი პროტესტი გამოთქვა მოსახლეობამ. ხალხი აქ ცხოვრობს გლდანის დაარსების დღიდან. ეს მაგ მასივზე საუბარი და არის გაცილებით უფრო ძველი მოსახლეობა, სოფელი გლდანი, მაგალითად ისტორიული სოფელია და აქ ცხოვრობენ, არ ვიცი, ოდითგანვე ასე ვთქვათ, თაობები აქ იზრდებიან და წამოვიდა მოსახლეობისგან ეს პროტესტი, რომ რას ქვია ეს ტბა ხელოვნურია, როდესაც ბუნებრივ ტბაზე ვლაპარაკობ. ეს არის თბილისის მაზრის რუკა 1927 წლის. აი აქ კი ხედავთ უკვე გლდანს 60-იან წლებში, როცა ამ ადგილის განაშენიანება დაიწყო და ბოლოს 80-იანი წლები, როცა უკვე დასასრულს უახლოვდება. ხედავთ ალბათ, რომ ყველა აი ამ რუკაზე არის დატანილი გლდანის დიდი ტბაც. მაგრამ უცნაური ის არის, რომ დღესაც კი გლდანის დიდ ტბასთან დაკავშირებით სადავოა ისიც, ეს არის ბუნებრივი წარმოშობის თუ ხელოვნური ტბორი. ლოგიკურად სადავო უნდა იყოს, რამდენად კანონიერად აქვს წინა ხელისუფლებას ეს ფსკერი გაყიდული და რამდენად კანონიერად რჩება დღესაც კი ეს ფსკერი კერძო მესაკუთრეს. გარდა იმისა, რომ გლდანის ბუნებრივ წარმოშობაზე არსებობს ისტორიული ჩანაწერებიც და ამას ადასტურებს მაგალითად ეს 1968 წლის ნაშრომიც, აქ წერია, რომ გლდანის ტბა არის სუფოზიური წარმოშობის. ეხლა რას ნიშნავს ეს? ცნობილია, რომ გლდანის ტბიდან ადრე იღებდნენ გლაუბერის მარილს. სუფოზია კი გეოლოგიაში ნიშნავს პროცესს, როცა მიწის ზედაპირქვეშ მყოფი წვრილი ნაწილაკები, ეს შეიძლება იყოს ქვიშა, თიხა, ნებისმიერი სხვა ნაწილაკი, აი ეს გამოიდევნება მიწის ფორებიდან დინამიკური მიწისქვეშა წყლების მიერ. ანუ ამ დროს ნიადაგი შიგნით იცლება და რჩება ღრუები და შედეგად წარმოიქმნება ქვაბულა, რომელიც შემდეგ წყლით ივსება და იქმნება ტბა. და რას ამბობს ამაზე გარემოს დაცვის სამინისტრო? მეც პასუხებში, როდესაც მან დაუკავშირდი და ადგილობრივი მოსახლეობამაც იკითხა ეს ოფიციალური განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ გლდანის დიდი ტბა არის ბუნებრივი წარმოშობის, ანუ ბუნებრივი რესურსია. ბუნებრივი რესურსი წინა ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილების გამო არის დღეს გაყიდული. აი ეს ქმნის ძალიან დიდ და სერიოზულ პრობლემებს თვითონ იმისთვისაც, რომ სახელმწიფო ჩაერიოს და ჩვენთვისაც, რომ ამ ტბისთვის ვიბრძოლოთ. ანუ ეს იყო რაღაცა ტენდენცია უაზრო, რომლის მიხედვითაც წყლის ფონდის მიწები გასხვისდა. რისი უფლებაც არ ქონდათ იურიდიულად. იმიტომ რომ ეს მაშინ კიდე მოქმედებს ძველი კანონი 98 წლის, სადაც ის ამბობს, რომ ეს არის წყლის ფონდის მიწები. და მისი გასხვისება არ შეიძლება. მოსახლეობის აქტიურობის შედეგად აი ამ ინფორმაციის ზედაპირზე ამოსვლის პარალელურად 2024 წელს თბილისის მერმა თქვა, რომ დაიწყებოდა აი ამ გლდანის ტბის გადარჩენის პროექტი. უკვე 2024 წელს ჩატარდა კვლევა, სადაც ეწერა, რომ გლდანის ტბის წყლის 50% არის ფაქტობრივად გამქრალი, მიდის სერიოზული ეუთროფიკაციის პროცესები, ეს კი იწვევს ტბის გაქრობას და მასში არსებული მთელი აი ამ ბიომრავალფეროვნების განადგურებას. თან ის დააღნიშნოს, რომ ეს არის კერძო საკუთრება. ამ ყველაფრის მიუხედავად საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ დავავალეთ ანდრია ბასილაიას, ჩვენ საქალაქო სამსახურთან ერთად
რომ დაეწყო მოკვლევა და მიგვეღო სრული სურათი თუ რა წარმოადგენს პრობლემა. და ამ კვლევის საფუძველზე თბილისის მერიამ GVP-სთან ერთად დაიწყო პროექტი და დაიწყეს გლდანის ტბის ხელოვნური შევსება. ზოგიერთ ეჭვი აქვს, რომ არაფერ შეიძლებოდა ბინძურ წყალში შეშვება თევზის, მაგრამ ფაქტია, რომ ის თევზი რაც შევშვით, 4ჯერ შევშვით, არც ერთი თევზი ნაპირზე არ გამორ. ესე იგი დაბინავდა ის თევზი იქ. ესე იგი არ იყო ეს შესაძლებელი, იმიტომ რომ წყლის ანალიზი გაკეთებული იყო და ეხლაც ახალი გაკეთებული გვაქვს კიდე არც ერთი თევზი აღარ არის ნაპირზე გამორიყული. და აი ამ პროექტიდან 1 წლის შემდეგ უკვე გლდანის ტბა არის ფაქტობრივად უკვე გაორმაგებული. უკვე მიღწეული აქვს საკმარისი დონისთვის. აი ამ წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად მოსახლეობისთვის დღემდე მაინც გაუგებარია. რა მიზნით შეიძინა მაშინ ნატალია კვანტალიანმა ტბის ფსკერი? ფაქტია, რომ ის იდგა და უბრალოდ უყურებდა ტბის შრომას და უბრალოდ რო არ აყროლებულიყო, ალბათ არც მოსახლეობა შეიძლება არც ჩართულიყო ამ საკითხში ასე აქტიურად. სახელმწიფო ხო საერთოდ არც იხედებოდა ასე ვთქვათ ამ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ მართლა დარწმუნებული ვარ, რომ მათაც ისე იცოდნენ როგორც ჩვენ, რომ კერძო იყო და არც ეხებოდნენ, ასე ვთქვათ. დარჩებოდა ძალიან მცირე ადგილი, დანარჩენ ტერიტორია იქნებოდა ათვისებული რა მიზნებისთვის ახლა სამშენებლო კომპანიაზე გადაფორმება უკვე ამ ტერიტორიის ცხადად წარმოაჩენს იმ მიზანს, რაც ჰქონდა სამომავლოდ. იცით რატო ამბობენ ქალბატონ ნატალია მაგას, იმიტომ რომ თქვენი მხრიდან არ ახსოვთ არც ერთი მოთხოვნა მერიისადმი, რომელიც აი ამ ტბის შევსებას და გადარჩენას ემსახურებოდა და მაგიტომ აქვთ ეგ ეჭვები და აი თქვენ მაინტერესებს თქვენი აზრი. ფსკერი რაში გჭირდებათ მაშინ ქალბატონ ნატალია? აი თავიდანვე რო იყიდეთ, რა მიზანი გქონდათ? რა პროექტსაც ხელი მომკიდია სოფო. ყველა ბოლომდე მიმიყვანია, გამიკეთებია და არანაირი სიტუაციით ინვესტორ გულისწყენა ამქონი. ტბის ფიზიკურად გადარჩენა მოსახლეობამ შეძლო, თუმცა ახლა თბილისის მერიისგან ითხოვენ, რომ ეს ადგილი გამოცხადეს სარეკრეაციო ზონად. ამისთვის არა მარტო თბილისის მერიაში, საკრებულოშიც და სხვადასხვა უწყებაშიც უამრავი განცხადება აქვს ჩეტანილი, მაგრამ სულ ახლახან 1 დეკემბერს ადგილობრივი მოსახლეობის ხელმოწერებით შეიტანეს თბილისის მერის სახელზე კიდევ ერთი განცხადება გლდანის დიდი ტბის სარეკრეაციო ზონად გამოცხადების მიზნით, მაგრამ იქამდე ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად უწერიათ და ეს ლოგიკურიც არის ხო სამართლებრივად, ჯერ უნდა შეიცვალოს თვითონ ტბის სტატუსი, ანუ ხელოვნურიდან დაუბრუნდეს ბუნებრივ სტატუსს და შემდეგ უკვე გაირკვეს კერძო მესაკუთრეობის საკითხი, რათა პროცედურულად მარტივი იყოს აი ამ ტბის სარეკრეაციო ზონად მოწყობა, ისევე როგორც მაგალითად არის კუს ტბა, ლისის ტბა. შეგახსენებთ, რომ რეალურად თვითონ ლისის ტბის ეს წყალდაცვითი ზონაც სახელმწიფო მფლობელობაში არ არის, ესაც კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის, თუმცა როგორც იცით, იქ მოსახლეობას შეუძლია გადაადგილება და თვითონ აი ამ სივრცის საზოგადო სიკეთედ გამოყენება, მაგრამ მისი ფსკერი არ არის კერძო მესაკუთრის, ლისის ტბის ფსკერიც, ისევე როგორც ტბა ეკუთვნის სახელმწიფოს. გამორიცხულია, რომ ამ კერძო მესაკუთრემ იქ რამე შეძლოს. მაგაზე პროკურატურაშიც იყო საჩივარი, რომ შეტანილი, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული მაშინ. მაგრამ იურიდიულად, ანუ სამართლებრივად საინტერესოა, როგორ შეიძლება აი იმ 2006 წლის მცხეთის გამგეობის გადაწყვეტილების გაუქმება, ანუ ტბის ხელოვნურიდან ბუნებრივ სტატუსამდე დაბრუნება. თბილისის მერიასაც შეუძლია დააყენოს და პრინციპში იქნება უფრო უპრიანი და გარემოს დაცვის სამინისტროსაც შეუძლია რომ დააყენოს ეს საკითხი. მეორე მხრივ, აქ არის საინტერესო კითხვა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გლდანის ტბის ფსკერი დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არის, რომ თბილისის მერიამ შესთავაზოს ამ კერძო მესაკუთრეს ჩანაცვლება ამ მიწის, იმიტომ რომ იქ ვერაფერს ვერ ააშენებს და სამართლებრივად მხოლოდ ეს შეიძლება მოსახლეობამ დააყენოს, რომ შეიძლება მას შეეცვალოს ტერიტორია. სხვანაირად მე ვერ ხვდები. ფსკერის მესაკუთრე ნატალია კვანტალიანი ჩემთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის მზად არის რეალურად ადგილმონაცვლეობის საკითხზე დათანხმდეს და სხვათა შორის მერიაში მასაც სულ ახლახან აქვს შეტანილი განცხადება. მეორე მხრივ აქვს თავისი მოთხოვნები, რომ გაამაგროს თვითონ აი ამ ტბის გარშემო, რა სივრცეებიც მის საკუთრებაშია, ეს წყალდაცვითი ზონა, გაამაგროს ასე ვთქვათ მიწით და ისეთი საშუალებებით, რომ იქ დატბორვისგან დაიცვას ეს ადგილები და შემდეგ კონდეს ეს რაღაც გარკვეულ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და აი ამ ერთ-ერთ პროექტად მოიაზრებს ის აუთლეთ ქალაქის მშენებლობას, თუმცა ჩემთან ინტერვიუში ასევე საუბრობს ახალ იდეებზე.
ნახეთ, თქვენ რო ინტერესების გადაკვეთაზე ლაპარაკობთ, თქვათ ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, რომ სარეკრეაციო ზონად გადაიქცეს და თანახმარიან, თუნდაც თქვენ გააკეთოთ, რა მნიშვნელობა აქვს ხო მათთვის, ანუ უნდათ რომ ეს სივრცე გამოიყენონ კარგად, მაგრამ ყველა კითხვა მროდაგისვას უბრალოდ ვინც უნდა კითხვის დაგისვას ეს უთხარით. თვითონ ერთი მაგალითად მოვუყვანე 6 პანელის განაცხადზე შესვლა. სამედიცინეს რას მოიცავდა ახლა თავიდან ბოლომდე. დაუბრუნდება თუ არა გლდანის დიდი ტბის ფსკერი სახელმწიფოს საკუთრებაში და შეიცვლება თუ არა ის სტატუსი, ჯერ გაურკვეველია, თბილისის მერისგან ისე კონკრეტული პასუხები ვერ მივიღე, პლუს ის რომ თვითონ კერძო მესაკუთრესაც და მოსახლეობასაც ბოლო ეს განცხადებები სულ ახალი შეტანილი აქვს და შესაბამისად გაურკვეველი არის თბილისის მერის პოზიცია. ჩვენ გვინდა რომ აქ იყოს სარეკრეაციო სივრცე. ამას როგორ მიაღწევენ? ჩვენთვის არა აქვს არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა. ფაქტია, გლდანის ტბა დაშრობას გადაურჩა, მაგრამ ეს ტბა რჩება სახელმწიფოს მრავალწლიანი ბიუროკრატიის და უკანონობის სიმბოლოდ. ამ ყველაფერში დასაიმედებელი ის არის, რომ გლდანის დიდი ტბა რეალურად იმის სიმბოლოდაც იქცა, რა შეუძლია ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლას. და ეს მაგალითი მთელი აი ამ უკანონობის ფონზე გვახსენებს იმასაც, რომ რეალურად გარემოს ბედი მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებზე არ არის დამოკიდებული, ხშირად სწორედ მოქალაქეების ხმა და სიჯი ხდება საერთო და საზოგადო სივრცეების გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი გზა. და ამ ვიდეოს ბოლოს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა მაუწყებელს დრონის კადრებისთვის. ჩვენ პროექტ 64-ს გაურკვეველ ვითარებაში ჩამოგვივარდა 4 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის აქციაზე დრონი სხვა მედია საშუალებებთან ერთად და დღემდე ვერ შევძელით მისი პოვნა და კიდევ ერთხელ გთხოვთ და გაგახსენებთ, რომ გამოიწერეთ ჩემი ჩანელი და მხარი დაგვიჭირეთ დამოუკიდებელ მედიებს.